გამარჯობა. ეს არის სივრცე თვითფლობა, სადაც ვისაუბრებთ ბევრ ძალიან საინტერესო თემაზე. თვითშემეცნებაზე, ემოციური ინტელექტის განვითარებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგადად იმ ფსიქოლოგიურ პრინციპებზე, რომლებიც გვეხმარება, რომ გავიზარდოთ პიროვნულად თუ პროფესიულად. გარდა ამ მნიშვნელოვანი საკითხებისა, ძირითადი მიმართულება, რაზეც გაგიზიარებთ გამოცდილებას, არის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ისეთი პრინციპები, როგორიცაა ჯანსაღი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ორგანიზაციაში, სტრესი და კეთილდღეობა, ორგანიზაციული კულტურა, ლიდერობა და მართვა, ეგრეთ წოდებული ლიდერშიფი, თანამშრომლების განვითარება და სწავლება. დღეს ჩემი სტუმარია თამარ მახარაშვილი, ტექნიკური ინჟინერი Google-ში, რომელსაც TEDx-ი შემდეგნაირად გვიხასიათებს. თამარ მახარაშვილის თქმით, ცხოვრების იმ ეტაპზეა, რომელზეც 10 წლის წინ ფიქრიც კი არ შეეძლო. ის გაიზარდა საქართველოში. გარემოში, სადაც გენდერული როლები და სოციალური დოგმები ხშირად განსაზღვრავს ადამიანის კარიერულ არჩევანს. თამარმა ბავშვობიდან იგრძნო, რომ STEM-ის სფერო მისთვის ახლოს იყო. თუმცა იმ საზოგადოებაში, სადაც ინჟინერიას მამაკაცის პროფესიად მიიჩნევდნენ, მისი ოცნების ასრულება შეუძლებლად ითვლებოდა. თამარი ამერიკაში ჩამოვიდა ინჟინერიაზე ოცნების ასასრულებლად. მან ამერიკაში, მისური S&T-ში ჩააბარა დოქტორანტურაზე ელექტროინჟინერიის მიმართულებით. გაიარა პრაქტიკა Apple-სა და Google-ში და ახალგაზრდებისთვის რობოტიკის ბანაკებში მენტორობასაც ეწევა. თამარის გამოსვლის მთავარი გზავნილია. გამოიყენე შენი წარსული, როგორც ძალა იმ მომავლის შექმნისთვის, ბავშვობაში ოცნებასაც რომ ბედავდი. გონი ძალიან ძლიერი სიტყვებია. თამარი ამჟამად არის ჩვენი სტუმარი და ძალიან მიხარია, რომ საკუთარ გამოცდილებას ახლა ქართველ ხალხსაც გაუზიარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად თამო Google-ში მუშაობს და ახლაც აგრძელებს ბევრი ადამიანის, ბევრი ახალგაზრდას დახმარებას, პიროვნული თუ პროფესიული ზრდის კუთხით და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მას. თამარი დღეს გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამარი გვესაუბრება Google-ის ორგანიზაციულ კულტურაზე და კიდევ უფრო ახლოს ჩაგვახედებს ისეთ დიდ კომპანიაში, როგორიც არის Google და გვეტყვის მართვის რომელ სტრატეგიებს იყენებს ასეთი დიდი კომპანია. და ბოლოს ასევე ახალგაზრდებს ძალიან ბევრ საინტერესო რჩევასაც მისცემს. თამო, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა რუსო, ძალიან მიხარია რომ შენთან ვისაუბრებ დღეს და შევეცდები რაც შეიძლება მეტი გაგიზიარო ჩემ გამოცდილებასთან დაკავშირებით და იმედია მაყურებელსაც დაინტერესებს და რამეს სიახლეს აიღებს ამ საუბრიდან. მადლობა. თამო, მოდი დავიწყოთ ბავშვობით, საიდანაც იწყება ყველაფერი და TEDx-ზე ძალიან კარგად ახსენებ, რომ შენი ინტერესები სწორედ ბავშვობიდან დაიწყო. მოდი მოვუყვეთ მაყურებელს, ბავშვობაში როგორ იყო შენი ინტერესები და შემდგომ როგორ განვითარდა პროფესიული თვალსაზრისით. ბავშვობაში ინფორმაციული შეზღუდვა იყო განსაკუთრებით 90-იან წლებში, ასე რომ ის ინფორმაცია, რაც მოწოდებული იყო ჩემთვის, იყო სკოლიდან. ძალიან მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, ტექნიკური საგნები, რამაც განაპირობა ინტერესი, რომ ასევე გამეგრძელებინა ტექნიკური განხრით და ინჟინერიაში ჩამეხედა. სამწუხაროდ იმ პერიოდში ინჟინერიაში ბევრი არ ვიცოდი, არც მასწავლებლები არ გვაწვდიდნენ იმ ინფორმაციას და ინტერნეტიც რაღაც შეზღუდული იყო ისეთი ფართოდ გამოყენებადი არ იყო როგორც ახლა. ასე რომ ინჟინერიაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა და ეს ინფორმაციის არ ქონა იყო ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ ამ სფეროში მესწავლა, გამეგო რას შეისწავლი და რისგან შედგებოდა და არც ვიცოდი შეიძლება მომწონებოდა არ მომწონებოდა, უბრალოდ მაინტერესებდა რა იყო ინჟინერია. და ეს იყო რამაც მიბიძგა ამ განხრისკენ რომ წავსულიყავი. თამო, პროფესიული ზრდის ეტაპებიც რომ გაგვიზიარო, როგორც თქვი, დაიწყე საქართველოში, უნივერსიტეტში დაეუფლე განათლებას და შემდეგ ამერიკაში წახვედი. და შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ უკვე ხარ Google-ში.
მაგრამ აქ ძალიან დიდი გზა არის და აი რაც შეიძლება მეტი დეტალი რომ გაგვიზიარო, უშუალოდ აი ამ გზის. როგორ მიხვედი იქამდე? სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე საქართველოში, აქაც ვისწავლე 4 წელი, შემდეგ წავედი კიდევ სასწავლებლად, მოკლედ იმ დროიდან, როდესაც საქართველოდან წავედი და გულში აღმოჩნდი, იყო ძალიან დიდი გზა, რაც სწავლის მხრივ გავიარე. და იყო ეს სწავლა ძირითადად უფრო ტექნიკური განხრით. ჩემს სფეროს დავეუფლე ის უფრო გავიკვალე გზა research როგორ გავიკვალე გზა უფრო მკვლევითი განხრით. ეს ძალიან საკუთარ თავზე სამუშაო იყო უფრო მეტად, ვიდრე სხვებთან მუშაობის გამოცდილება, იმიტომ რომ იყავი მე შეიძლება რაღაცა ჯგუფური სამუშაო იყო ხოლმე 2-3 სტუდენტთან ერთად სამუშაო, მაგრამ ძირითადად ეს მთელი სწავლის პროცესი მიმდინარეობდა აი სანამ Google-ში აღმოჩნდი. Google იყო პირველი Google იყო პირველი სამუშაო, სადაც უკვე ჩემი გამოცდილების, ჩემი ნასწავლის გამოყენება შემეძლო. სტაჟირებასა და თურმე სამსახურს შორის კიდე დიდი განსხვავება, იქაც სხვა ნიუანსები აღმოჩნდა, როდესაც შევადარე ერთმანეთს, რომ სტაჟირებასა და უშუალოდ მუშაობაში რა განსხვავება, როგორ თანამშრომლობს სხვებთან, ისიც კი იცვლება. როდესაც უკვე Google-ში დავიწყე მუშაობა, მე უკვე მეც მყავდა სტაჟიორი, რომელიც მიავიყვანე და ის დამოკიდებულება უკვე უფრო ცალსახად გამოჩნდა. ასე რომ სხვადასხვა ეტაპზე, აი სწავლის, სტაჟირების და უკვე სამსახურის აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომები მქონდა სხვებთან, ურთიერთობები, რომლებიც თანამშრომლებთან მქონდა, ჯგუფები, ვისთან ერთადაც მუშაობდი რაღაც პროექტზე, ისიც კი სხვადასხვა ზომის იყო. ასე რომ ძალიან სხვადასხვა ეტაპებია, რომლის გავლაც მომიწია. თამო, ხო შეგიძლია რომ რამე კონკრეტული მაგალითი გაიხსენო, რაც უფრო მკვეთრად წარმოაჩენს შენს სათქმელს და კიდევ უფრო მარტივად გავიგებთ და ჩავწვდებით აი იმ გზას, რასაც შენ ახლა მიმოიხილავდი და როგორც აღნიშნე, შენი პიროვნული და პროფესიული ზრდა ძალიან ერთდროულად მიმდინარეობდა. იმიტომ რომ როგორც თქვი, უნივერსიტეტში სწავლობდი და პროფესიას ეუფლებოდი, პროფესიული ზრდის გზაზე იყავი, მაგრამ ამ დროს როგორც თქვი, საკუთარ თავთანაც ძალიან ბევრს მუშაობდი საკუთარ თავზე, რაც უკვე პიროვნული ზრდაა. და აი რამე კონკრეტული მაგალითი, რამე დეტალი თუ შეგიძლია გაიხსენო, უფრო ცხადი რომ იყოს ეს ყველაფერი. ალბათ ყველაზე დიდი რაც შეიცვალა ჩემში ამ ეტაპების გავლის დროს იყო მოტივაცია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოტივაცია ჭირდებოდა რომ იმეცა საკუთარი თავისთვის. ანუ საკუთარ თავს უნდა გამოუძებნო მოტივაცია, როდესაც დასახული გავს, რომ აი 5 წელი უნდა ისწავლო და კიდე მერეც უნდა ისწავლო და აი როდის მთავრდება ეს სწავლა, რაღაცნაირად უნდა შეძლო, რომ საკუთარ თავს მისცე ძალა, რომ გააგრძელო და ეს ყოველდღიური სამუშაო აკეთო ყოველ დღე. უფრო ძნელი იყო ალბათ სწავლის დროს, იმიტომ რომ ზუსტად არ იცოდი როდის მთავრდება და არ იცოდი მერე რა ეტაპი იწყება. ანუ არ ხარ ჩამოყალიბებული როგორც პროფესიულად, კიდევ სწავლის პერიოდში ხარ და ეს მოტივაცია არის უფრო ფაქიზი. ანუ ძალიან იოლად შეიძლება ამ მოტივაციის დაკარგვა სწავლის დროს. როდესაც სამსახურში ხარ, უკვე მოტივაციაში შემოდის ფინანსური ასპექტიც, კიდევ შეიძლება იყოს თანამშრომლები, გარემო და სადაც იმყოფები ჯგუფი, კიდევ რა პროექტებზეც მუშაობს. ასე რომ ეს მოტივაციაც იცვლება და იცვლის ფორმას.
ასე რომ ჩემთვის აი ყველა ამ ეტაპების გავლის დროს мотиваცია იცვლებოდა ყოველთვის და ვცდილობდი რომ ეს მიზანი ყოველთვის რაღაც დასახული მქონოდა რისკენაც მინდოდა რომ მიმეღწია კი. როგორც გავიგე შენთვის мотиваციის მთავარი წყარო იყო რომ წარმოვიდგინოთ რაღაც წერტილი, სამიზნე წერტილი, მიზანი რაც არის შენი, არ ვიცი შეიძლება ეს თუნდაც Google არ ყოფილიყო ან ნებისმიერი სხვა სამსახური ყოფილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენი დასახული მიზანი რაც იყო, აი ამ მიზნამდე მიღწევა შენთვის იყო ძალიან დიდი мотиваცია. გარდა აი ამისა, ანუ დასახული მიზნის გარდა კიდევ რა გიქმნის, ან გიქმნიდა мотиваციას, პატარ-პატარა დეტალები რომ ვთქვათ. რომ ასეთი რთული გზა გადაგელახა, მოდი გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ არის მარტივი საქართველოდან ამერიკაში წახვიდე, სრულიად მარტო იცხოვრო, მეგობრები არ ყავს, უცხო გარემოა, უცხო ქვეყანა, უცხო კულტურა, როგორი თავისუფალიც არ უნდა იყო შენს ქვეყანაში სხვა კულტურა, სხვა ქვეყანაში და ამასთან მორგება გიწევს, პლუს სწავლება, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და აი ამ ქაოსთან, ალბათ ერთგვარი ქაოსიც არის ხო, სწორად მოიხსენიე. აი ამ ქაოსთან შეგუებას როგორ ახერხებდი? ალბათ ნებისმიერ რამ რაც მიმიღწევია არის იმითი რომ ნაბიჯ. ანუ ვცდილობ რომ თითო ნაბიჯი გადავდგა და ეს თითო ნაბიჯი თუ მიდის იმ მიზნამდე, რაც მინდა რომ მივაღწიო. შეიძლება ხანდახან გადმოუხვიო, მაგრამ ვიცი რომ ტრაექტორია მიდის მიზნისკენ. ასე რომ სულ სწრაფი არ ვიყავი ხოლმე, რომ ზოგადად. ალბათ ეგეც დამეხმარა, რომ შემეძლო ნელა დინჯად ნაბიჯ რაღაცა გამეკეთებინა, რომ მიზანს მიმეღწია. და ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო ზუსტად cultural difference, ანუ კულტურული განსხვავება, როდესაც საქართველოდან აღმოჩნდი ამერიკაში და აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობები იყო ხალხთან, წესები და თვითონ გარემოც ისეთი სხვანაირი იყო, არ მყავდა ახლო მეგობრები ან ნათესავები, ოჯახი გარშემო და იმის გავყვალვა თუ როგორ უნდა დაგემყარებინა ახალი ურთიერთობები, გაგეჩინა ახალი მეგობრები და როგორ მორგებოდი ამ სიტუაციას. იყო თავიდან ცოტა იოლი მეჩვენებოდა და მე უცბად გართულდა, იმიტომ რომ ეს განსხვავებები რო უფრო დავიწყე, რომ დავინახე. ამ განსხვავების დანახვის მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ მოვრგებოდი და რა თქმა უნდა რაღაც პერიოდში გიწევს რაღაც მორგება, ანუ სწრაფად შეიძლება არ მოხდეს, ისიც ნელ-ნელა ხდება, იმიტომ რომ საკუთარ თავს ცვლის, საკუთარ შეხედულებებს მიდგომას, რაც გაგიგია მთელი 20 წლის განმავლობაში და ეხლა რო თურმე მთლად ეგრე არ არის და სხვანაირადაც თურმე შეიძლება რაღაც იყოს, ჯერ იყო რაღაც ეს რაღაც სხვანაირია და მე აანალიზებ რატოა სხვანაირი, როგორ შეიძლება ამ სხვანაირ შეხედულებას მიუდგე და შეიძლება ბოლომდე არ მიიღო, ან ეს შეიძლება არ იყოს მთლად შესაძლებელი, მაგრამ იცი რომ აი ამ განსხვავებულთან როგორ იურთიერთობო. სხვათა შორის დაემთხვა ჩვენი მიდგომა ის რომ მიზნამდე მისაღწევად რაღაც სტრატეგიებს იყენებ და ნაბიჯებს და მუდმივად ცდილობ ნაბიჯ. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად ჩემი ტერმინიც არის ეს ნაბიჯ. ხო, მიზნამდე მისაღწევად და ეს გზაც არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი და ერთი და იგივე ნაბიჯებით არ გადიხარ ამ საფეხურებს.
და რა ვიცი შეიძლება უკანაც დაიხიო ეგეც არ არის პრობლემა ან მართლა გადაუხვიო როგორც შენახსენე მაგრამ აი ეს მთავარი წერტილი რაც გვინდა სამიზნე მართლა ყოველთვის გვეხმარება რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და შენ შემთხვევაში ყოფილა ეს შეიძლება კონკრეტულად Google-ის Google-ში მუშაობაც ყოფილიყო სამიზნე ესეც რომ გითხრა კონკრეტულად ესე Google არ მქონდა, უბრალოდ Google იყო რაღაც არც მეგონა რომ შემეძლებოდა თქვა Google-ში მუშაობა იყო ეს უფრო ძალიან კარგი opportunity მომეცა რომელიც ანუ ძალიან გახარებული ვიყავი რომ ეს რაღაც შესაძლებლობა მქონდა და ალბათ ეს უფრო ცოტა გამართლებაზეც არის იმიტომ რომ ბევრი მუშაობს ბევრი სწავლობს მაგრამ რაღაცა გამართლების ვარიანტიც ალბათ იყო ამ შემთხვევაში როდესაც ეს შესაძლებლობა მომეცა ასე რომ ესე ზუსტად არ მქონდა რომ Google-ში უნდა მემუშავა მაგრამ ის რომ მინდოდა რომ ინჟინერი ყოფილიყავი მემუშავა ახალ ტექნოლოგიებზე ეს რაც მივაღწია და რაც რაც რეალიზაცია მოხდა რაც დავიწყე Google-ში მუშაობა ასე რომ თვითონ სახელი არ იყო უბრალოდ აი გარემო სადაც მინდოდა რომ აღმოჩენილიყავი სადაც უფრო მეტი მეგობრები ჩემს გარშემო შემოვიკრიბე და არა მარტო სამსახურეობრივად მაგრამ პერსონალური პირადი ურთიერთობებიც რომ უფრო გავაფართოვე ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზანი იყო რომელიც შემეძლო რომელიც განვახორციელე როდესაც უკვე Google-ში დავიწყე მუშაობა და შევიცვალ დავამთავრე უნივერსიტეტი გადავედი სხვა ადგილას და ეს უფრო მეტი შესაძლებლობები მომეცა რაც მომცა იმის შეგრძნება რომ აი მივაღწიე ამ მიზანს რა თქმა უნდა რომ ერთ მიზანს მიაღწევ მე ისახო ახალ მიზანს და ანუ ეს ყოველთვის საკუთარი თავის განვითარება ახალი აღმოჩენების გაკეთება, მიღწევები, რაღაც мотиваციას გვიჩენს რომ გავაგრძელოთ უფრო გზა წინ. და ასე არ საზღვრა ხომ აი ეს მოვჭი და ეხლა რა დავიწყო. ეს თავის ბუნებრივადაც მოდის კი. გაქვს ახლა რამე კონკრეტული მიზანი? შეიძლება იყოს ეს პიროვნული ყოველთვის პროფესიული მიზანი, შეიძლება არ გქონდეს. პროფესიული მიზნებიც კი მაქვს. თუნდაც კი. ერთ-ერთი კარგი ფაქტორი რაც არის Google-ში ის რომ Google ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, პროფესიულ ზრდას და უფრო მაღალ ეტაპებზე შემიძლია გავაგრძელო ჩემი ტექნიკური მოღვაწეობა და სწორედ ამ მხრივ მინდა რომ უფრო მეც განვითარდე. და რა შეიძლება იყოს თამო ეს კონკრეტულად რომ გითხრა? ან რაც შემდეგი საფეხური ალბათ? კი, და ანუ დავიწყე როგორც ინჟინერმა, გავხდი უფროსი ინჟინერი. შემდეგი ნაბიჯები არის lead ინჟინერი, ანუ technical lead. იმის მერეც კიდევ senior technical lead არის, ანუ არის საფეხურები, რის მიხედვითაც თვითონ ორგანიზაციაში შეგიძლია გაიზარდო როგორც ტექნიკურად, ასევე მენეჯმენტის განხრით. ეხლა მენეჯმენტს არ ვფიქრობ, ანუ people management-ს უფრო ტექნიკური განვითარებით ვფიქრობ და Google-ს აქვს ორივე შესაძლებლობა, რომ ეხმარებიან თანამშრომლებს, რომ განავრცელონ თავიანთი გამოცდილებაც, ცოდნაც ორივე რომელი გახრითაც თვითონ ამოირჩევენ. კარგი, რაღაცნაირად ბუნებრივად მივედით უკვე Google-ის ორგანიზაციულ კულტურასა და ზოგადად ორგანიზაციულ ფსიქოლოგიის საკითხზე, თუმცა დამრჩა მაინც რაღაც კითხვები პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე და შეგვიძლია რომ მე ვისაუბროთ ასე რომ რაღაც დაგეგმილად შეიძლება არ იყოს. შემდეგ შეგვიძლია მივუბრუნდეთ. მოკლედ მივედით ბუნებრივად Google-ის ორგანიზაციულ კულტურამდე, მართვის ფორმებზე, შენახსენე რომ
Google გაძლევთ საშუალებას, რომ განვითარდეთ პროფესიულად და სადღაც უფრო წინ წახვიდეთ, ზემოთ აიწიოთ და აი ეს საფეხურები რო გაგვიზიაროთ, ამო, აი მოკლედ რომ გითხრა, რა ხდება Google-ში, მინიმუმ როგორი სამუშაო გარემოა, ყველა დეტალი რის გაზიარებაც შეგიძლია, იმიტომ რომ ვფიქრობ დაგვაინტერესებს ძალიან ბევრი რამ. Რაღაც მარტივიდან დაწყებული, მერე ავიდეთ უკვე მართვის მექანიზმებზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ. მოდი მაშინ იმით დავიწყებ, თუ Google-ში ყოველდღიური ურთიერთობები როგორ ხდება. Google არის ძალიან, ასე ვთქვათ, მეგობრული გარემო, თანამშრომლებიც არიან ძალიან მეგობრულები, მხარს გიჭერენ, ნებისმიერი კითხვა თუ გაქვს, შეგიძლია კითხო, ყველა დაგეხმარება, იგივენაირად სხვაც რომ გეკითხება რაღაც კითხვას, ცდილობ რომ შენი გამოცდილება გაუზიარო. ძალიან დამხმარე კულტურაა, თანამშრომლობითი კულტურა თანამშრომლები კი ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს, რაც გეხმარება შენს რომ უფრო სწრაფად გაიგო ინფორმაცია, უფრო სწრაფად შეძლო რაღაცების გაკეთება და არ ხარ ინფორმაციულ ვაკუუმში, რომელიც არის რაღაც კომპანიის კულტურები, სხვა კომპანიის კულტურებში, როდესაც ხდება ეს ინფორმაციული ვაკუუმი. იქაც ალბათ შეიძლება რაღაც პროგრესის მიღწევა, მაგრამ ალბათ რთულად, ხო, ეს გამოცდილება არ მქონია, მაგრამ აი Google-ის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს ინფორმაციული გაზიარება არის ძალიან პროდუქტიული. თვითონ ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად და ასევე პერსონალური მიზნების ან კარიერული მიზნების მისაღწევად. ამასთან ერთად Google-ში არის ძალიან პოზიტიური და მოტივირებული გარემო. ძალიან თანამშრომლებიც ძალიან გვერდში გიდგანან, ასევე კომპანიაც გეხმარება რომ დააბალანსო work-life balance, სამსახურის და პერსონალური და სამსახურის კარიერული პრიორიტეტები. ბოდიშით ამო დეტალურად რო ვთქვათ უფრო მარტივი ენითაც რომ იყოს, აი როგორ გეხმარებიან, აი რაში გამოიხატება ეს, რომ აბალანსებთ სამსახურის და ცხოვრების ცხოვრებას ერთმანეთისგან, რაც work-life balance-ის ტერმინით არის ცნობილი. მაგალითად ის რომ როდესაც თანამშრომლებს ბავშვები ყავს და სკოლაში უნდა მიიყვანონ ან სკოლიდან წამოიყვანონ, თავის კალენდარში აქვთ დაბლოკილი, ასე ვთქვათ, დრო, როდესაც თავის ოჯახურ მოვალეობას ასრულებენ და ბავშვები მიყავთ, მოყავთ. ან ასევე თუ კომპანია ასევე ძალიან უჭერს მხარს იმას, რომ აიღო შვებულება. მენეჯერებიც ძალიან გეხმარებიან და გეუბნებიან აიღო შვებულება დაისვენო. კიდევ გვაქვს რამოდენიმე დღეები, რომელიც კომპანია აკეთებს, როდესაც უბრალოდ დასვენების დღეა კომპანიის შიგნით. არის wellness days, როდესაც საკუთარ თავზე ან რაღაც პრიორიტეტებზე მუშაობისთვის გამოყოფილი დღე არის, როდესაც არ ხარ ძალიან დაკავებული მიტინგებზე, ანუ შეხვედრებზე. და რას აკეთებთ ამ დროს? სად აკეთებთ? ანუ ზოგი შეიძლება სახლიდანაც მუშაობდეს, ეს ზოგადად სახლიდან მუშაობაც შეგვიძლია, ანუ დაბალანსებულად სამსახურიდანაც და ოფისიდანაც და სახლიდანაც. ძირითადად თუ შეგიძლია შენი სამუშაო გააკეთო ნებისმიერი ადგილიდან, ანუ არ არის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, როგორც ინჟინერს მიწევს ოფისში მისვლა და ლაბორატორიაში მუშაობა, ასე რომ ჩემი მთლად remote job-ი დისტანციური სამუშაო არ არის.
მაგრამ არის დისტანციური სამუშაოები, რომლებსაც სხვა თანამშრომლები მაგალითად სხვა ადგილებიდან გვერდდებიან და არ არიან ოფისში. ესეც გეხმარება ბალანსირება გაუკეთო საკუთარი საიდან გირჩევნია მუშაობა, ბევრს ურჩევნია მაგალითად სახლიდან მუშაობა, უფრო პროდუქტიულია, როდესაც ხმაური ოფისში მაინც ცოტათი ხმაურიანია და ის რო არ გაწუხებს. მე პირიქით ოფისში უფრო მიყვარს მუშაობა, ასე რომ უფრო მობილიზებული გარემო არის ალბათ უფრო და კი რაღაც ალბათ შენს საქმესაც უფრო ის გარემო სჭირდება ალბათ ხო? კიდევ ერთი განსხვავება რაც არის კიდევ ერთი რის გამოც მირჩევნია ხოლმე ოფისში მუშაობა ის არის რომ ეს მეხმარება ჩემი პერსონალური და სამსახურის გამიჯვნაში ცხოვრების გამიჯვნაში კი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ანუ შერევა ძალიან არაკომფორტულია ხოლმე ასე რომ სამსახურში მივდივარ სამუშაოდ სახლში მოვდივარ დასასვენებლად და ოჯახური საქმეებისთვის და ეს ანუ ეს Google-იც ამაში მხარს გვიჭერს, რომ როდესაც სახლში მიდიხარ, არ არის expectation. მოლოდინი? არ არის მოლოდინი, რომ უნდა რაღაც email-ს უპასუხო და სამსახური რჩება სამსახურში. როდესაც გამოდიხარ, კარს მოიხურავ, იქ რჩება საქმე. და თუ საჭიროება, აი რაღაც ესეთი მაგალითები არ ყოფილა, რომ პროექტზე მუშაობ მაგალითად და ალბათ ყოველთვის ვერ ხდება ასე. შეიძლება ორგანიზაცია ამას კარგად აბალანსებდეს და ხელს უწყობდეს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც საჭიროებაა და რაღაც პროექტზე მუშაობთ შეიძლება იქ რაღაცა გამოყვეს თუნდაც. კი, ანუ შეიძლება სამსახურშიც თუ ძალიან კრიტიკული თემა ხდება ხანდახან გვიწევს ხოლმე უფრო გვიანობამდე მუშაობა რომელიც ჩემი ანუ ოფისიდან მიმუშავა ან შეიძლება სახლში მოვიდე სახლიდან მიმუშაო მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება იქაც რაღაც flexibility გაქვს მაგრამ რა თქმა უნდა როდესაც ამდენს კომპანია გიკეთებს შენს გინდა რომ give back კი რაღაც გუნდურობის ნაწილიც რაღაც ორგანიზაციის ნაწილიც რომ ხდები და გუნდის წევრად აღიქვამ თავს მე ალბათ არა მოვალეობის გამო მოაკეთებ არამედ იმიტომ რომ რაღაც საქმე სჭირდება და შენც ოღონდ ამ საქმეში სასიამოვნოდ კომფორტულად გრძნობ თავს და არა ვალდებულად. ალბათ ეს იგულისხმე. კი, ვალდებულად ნამდვილად არ ვთვლი, როდესაც მიწევს გვიანობამდე მუშაობა. ეს სამუშაოც ძალიან საინტერესოა, ასე რომ ხანდახან თუ შევყევი ხოლმე არა უშავს, იმიტომ რომ ეს შემდეგ დაბალანსდება, როგორც ახსენე, რაღაც ველნესის დღე შეიძლება განტვირთვის დღე მოაწყოს ორგანიზაციამ და შემთხვევით თვითონ შენობაშიც ხო არ არის მსგავსი სივრცეები მოწყობილი. Google-ის ოფისებს აქვს სხვადასხვა ველნეს ცენტრები, მასაჟის ცენტრიც არის, ასე ვთქვათ, სადაც იქვე შენობაში, იქვე სხვადასხვა ჯიმ კლასებია, იოგა, რაღაც fitness კლასები შეგიძლია აიღო, ჯიმსი ჩვენ თვითონ შეგიძლია რომ personal trainer-ი გყავდეს და ეს ყველაფერი არის მოწოდებული Google-ისგან, რომ ეს ყველაფერი გეხმარება უფრო პროდუქტიული იყო სამსახურში. რაც უფრო დასვენებული ხარ, რაც უფრო განტვირთული ხარ, ვარჯიშიც, კარგი კვება გეხმარება, რომ უფრო კარგი კონცენტრაცია გქონდეს, უფრო ენერგიული და ჯანსაღი იყო. ასე რომ Google იმაზეც ზრუნავს, რომ ეს ყველაფერი ეს გარემო შეუქმნას თანამშრომლებს, რომ გაზარდონ მათი პროდუქტიულობა. რაც სხვათა შორის ძალიან კარგად, ანუ ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგად აღისახება ხოლმე, როგორც კი სადარბაზო დარბაზი. როგორც კი ვარჯიშიდან გამოვდივარ ხოლმე ძალიან მოტივირებული ვარ. სწრაფად რატომღაც აი სწრაფად შემიძლია ხოლმე უფრო იმეილებზე ვთქვათ უპასუხო და რაღაც ცოტა ჩქარდება ხოლმე იმ პერიოდში ჩემი
response-იც და უფრო ჩემი ენერგიაც უფრო მაღალია, როდესაც რაღაც ფიზიკური დატვირთვიდან გამოდივარ ხოლმე. ფიზიკური და მენტალურიც ქონია აგერ. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ თავისუფლად, რომ Google ძალიან კარგად იყენებს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მთავარ პრინციპებს. შენ გითხარი, რომ ხარ ტექნიკური ინჟინერი Google-ში. კი, გავიგეთ, მაგრამ რაღაც სადღაც ალბათ ვერ გავიგეთ დეტალურად, რომ გვითხრა, რას აკეთებს თამო ტექნიკური ინჟინერი Google-ში ყოველდღე, როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა, რას ეხება შენი პროფესია კონკრეტულად? მე პროფესიით ვარ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კონკრეტული გახრა არის ელექტრომაგნიტური თავსებადობა, ინგლისურად შემოკლებით EMC-ს ეძახიან და ამ სფეროში მოღვაწეობ მაგისტრატურად და დოქტორანტურაც ამ სფეროში დავამთავრე, რაც შეეხება როგორ გამოვიყენებ ამ გამოცდილებას Google-ში არის რომ მე ვმუშაობ Google Cloud-ის პლატფორმაზე. მე ვმუშაობ Google Cloud-ში, სადაც ვაწყობთ მოწყობილობებს, რომლებიც არიან გამოყენებული data center-ებში, სადაც მომხმარებელთა მონაცემები მუშავდება და ინახება და ეს მოწყობილობები, როგორც სერვერები, switch-ები, machine learning computer მოწყობილობები, სწორედ ჩვენი ორგანიზაციიდან იწყობა და დიზაინი ხდება. შექმნილია. ჩვენ გვქნით დიზაინს უკეთებთ და შემდეგ უკვე მიდის გამოყენებაში უკვე მოხმარებლებისთვის data center-ში. და ძირითადად ჩემი სფერო არის hardware-ის შექმნა, აშენება, ასე ვთქვათ, building the hardware, PCB circuits, ეს არის ძირითადად რასაც ვაკეთებ. წლების წინ ბავშვობაში ოცნებობდი და ახლა რეალობად იქცა და ზუსტად გამახსენდა შენი სიტყვები, კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ ისეთია, ძლიერია და ვიღაცისთვის შეიძლება მოტივაციის მიმცემი იყოს. გამოიყენე შენი წარსული როგორც ძალა იმ მომავლის შექმნისთვის, ბავშვობაში ოცნებასაც რომ ვბედავდი და წეგან რომ საუბრობდი ზუსტად რომ ახლა დიდ კომპიუტერთან გახარ და მაგას აკეთებს, ზუსტად წარმომიდგა პატარა თამო, რომელიც TEDx-ში ამას ძალიან კარგად ახსენებ და ყვები, რომელიც თამაშობს და მანქანებს შლის და შემდეგ აწყობს და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით თუ გინდა რომ კიდევ რამე მითხრა? ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აკეთებ იმ საქმეს, რაც განიჭებს სიამოვნებას. ყოველი დღე არ იქნება ძალიან გასახარი სამსახურში წასვლის, მაგრამ უმეტესი დღეები უნდა იყოს დადებითი მუხტით დატვირთული, როდესაც გიხარია სამსახურში წასვლა, იმ საქმის კეთება, რასაც აკეთებ. რა თქმა უნდა, ბევრი ფინანსურ ასპექტზეც არის დამოკიდებული, გიწევს სამსახურში წასვლა, იმიტომ რომ შემოსავალი გქონდეს ასე შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ საქმეს ხომ არ აკეთებ, შეგიძლია აირჩიო ის საქმე, რაც განიჭებს ბედნიერებას, განიჭებს დადებით მუხტს და უფრო პოზიტიურ გარემოს გიქმნის შენს გარშემო. ასე რომ ნამდვილად გამემართლა რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ბავშვობაშიც მიხაროდა რომ ვაკეთებდი, რა თქმა უნდა სხვა სფეროა, მაინც სხვა მასშტაბებზეა საუბარი, მაგრამ იგივენაირ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს ამ საქმის კეთება და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იმას აკეთებ, რაც გიყვარს. ეს ხო თან რაღაც ძიება არის რა, საკუთარი თავის შეცნობა არის, საკუთარ სურვილებზე და ინტერესებზე დაკვირვება არის, იმიტომ რომ ძირითადად არ ვიცით ხოლმე რა გვინდა ბავშვობაში პროფესიის არჩევისას. შეიძლება ზრდასრულობაშიც ან რაღაც სიცოცხლის ბოლომდე ადამიანმა ვერც გარკვიოს კარგად რა ანიჭებს სიამოვნებას, ანუ რომ ვიტყვით ხოლმე საკუთარი თავი იპოვაო, მსგავსი რაღაცა და ძალიან კარგია რომ პატარაობაშივე აღიქვი საკუთარი ინტერესები, რა განიჭებდა სიამოვნებას,
ასე აკვირდებოდი საკუთარ თავს, რომ ერთია რომ ბავშვი თამაშობს თქვათ მანქანებით და ამას შლის და აწყობს, მაგრამ მეორე არის ის, რომ ეს უბრალოდ თამაშად კი არ მივიღოთ, ამას თუ აკეთებს თუნდაც ბავშვი მრავალჯერადად, ანუ ძალიან სიამოვნებს ამ რაღაცის კეთება, ეს უკვე დამაკვირვებელიც უნდა იყოს, რაღაც ნიშანიც შეიძლება იყოს, თუნდაც მშობლისთვის, რომ ბავშვს აქვს ინტერესი, რომელიც ძალიან უნდა განვავითაროთ და შევუწყოთ ხელი, რომ ამ გზით განვითარდეს. ხო, და ჩვენც ზრდასრულებიც მუდმივად ძიების პროცესში ვართ. რა გვინდა, რა გვსიამოვნებს, რა არის ჩვენი საყვარელი საქმე, რაც თან გვსიამოვნებს, თან, რა თქმა უნდა, ფინანსურ კეთილდღეობასაც გვანიჭებს. და ამ პროცესაც და ამ გზაც ადამიანები ინდივიდუალურად გადიან და ვიღაც შეიძლება ძალიან მალევე ახერხებს ამას. რისი თქმა მინდოდა მოკლედ რომ ვთქვა, დაგვიანებული არასდროს არ არის, ამის თქმა მინდოდა, რომ თუ აღმოაჩენ რა არის შენი ინტერესის სფერო და რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას, დაგვიანებული ამისთვის არასდროს არ არის და ნებისმიერ ასაკში შეგიძლია დაეუფლო ცოდნის თვალსაზრისითაც და განივითარო ის უნარები, რასაც მერე პროფესიად აქცევ. ანუ როდესაც ვიზრდებოდი, ნამდვილად არ მეგონა, რომ ელექტრული ინჟინერი ვიქნებოდი და განსაკუთრებით ვიმუშავებდი ელექტრომაგნიტურ თავსებადობაზე. ასე რომ რაღაც კარიერა წამიღო თვითონ ამ მიმართულებით. რა ხდება, როდესაც რაღაც exploratory journey გაქვს კარიერაში, როდესაც სხვადასხვა რაღაცას მოსინჯავ, მე ალბათ გამიმართლა და რაც ავირჩიე კარგი it was good enough that I was satisfied. ანუ კარგი გამოჩნდა საკმარისი იყო, ხო? და ასე ვთქვათ, შევწყვიტე ჩემი ძებნა ჯერჯერობით. მომავალში არავინ არ იცის, შეიძლება რაღაც სხვა ინტერესი გამიჩნდეს, რაც შეიძლება ჩემი კარიერა შეცვალოს. ასე რომ ამისთვის მზად ვარ, ჯერ მიზნები ამ მხრივ არ მაქვს, მაგრამ აბსოლუტურად მოსალოდნელია, როდესაც იზრდები და ვითარდები, რაღაც სხვადასხვა ინტერესები გაგიჩნდეს, სხვა ინფორმაცია მიიღო, რაღაც ახალი აღმოაჩინო და პირიქით, როდესაც იცული ამ შენ სფეროს, ეს ნიშნავს, რომ იზრდები, ვითარდები, ადაპტირებას უკეთებს სიახლეებს, რასაც იღებ გარემოსგან. ასე რომ კი ეს ჩემი ცოტა ანუ დინებასავით გამომივიდა, როდესაც მივყევი, მაგრამ არავინ არ იცის ის დინება შემდეგ რა მხრივ წავა, რომელი შენაკადით განვითარდება და საით წავა და არა გაყვება ზუსტად მაგ მიმართულებას. თამო, Google-ის ორგანიზაციულ კულტურაზე, მის ფასეულებებზე, მართვის ფორმებზე, ასე თუ ისე უკვე კარგად ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი კითხვა მინდა კიდე დაგისვა დამატებით ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი ესეთი ტერმინი კარგად ასახავს მართვის პრინციპებს, ინგლისურად carrot and stick, ეგრეთ წოდებული სტაფილო და ჯოხი, მაგრამ ალბათ უფრო წკეპლა მოუხდებოდა ქართულ ვარიანტში, იმიტომ რომ შინარს კარგად იძლევა. ორიოდე სიტყვით რო განვარტოთ, რატო მართვაში სტაფილო და ჯოხი წკეპლა, მართვა ორგანიზაციაში იქნება ეს, თუნდაც განათლებაში, სწავლებაში, შობლობაში და ასე შემდეგ დაფუძნებულია რაღაცნაირად ორ პრინციპზე. პირველი არის мотивация, დაჯილდოვება, წახალისება, ამას აღნიშნავს ეს carrot სტაფილო და მეორე წკეპლა, როგორც ვუწოდეთ, stick, რაც აღნიშნავს უკვე ვერ ვიტყვით თლად მარტო დასჯას, მაგრამ შეიძლება ეს იყოს თუნდაც საზღვრები. ანუ საპირისპირო წახალისებისგან. რა ხდება მხრივ Google-ში და მართვის რომელ ფორმას იყენებენ, რომელს ანიჭებენ უპირატესობას, ეს ერთი როგორც ორგანიზაცია და ასევე შენს გუნდთან რა ფორმებს იყენებ მართვის თვალსაზრისით? მე პირადად ძირითადად უფრო წახალისებას ვიყენებ, мотиваციის ამახლებას და ვცდილობ, რომ
ვცდილობ რომ გავიგო ჩემ თანამშრომლებს, ჩემს გარშემო, ვინც ჩემ ჯგუფში ერთად მუშაობს, რა მოტივაცია აქვთ, რითაც შემიძლია რომ ეს მივაწოდო ინფორმაცია, რომ მათი support, ანუ მათი და მათმაც რომ ასე ვთქვათ დამეხმარონ. თანამშრომლობა, როდესაც ერთად შეგვიძლია რაღაც პროექტის წარმატებულად განხორციელება. ასე რომ ძირითადად არ მიყვარს ხომ ეს stick მეთოდის გამოყენება და ალბათ ვცდილობ ყოველთვის ავირიდო ხოლმე თავი, ვცდილობ რომ უფრო მოტივირებულად მიუდგեմ, როდესაც ვთხოვ თანამშრომელს რომ რაღაცაზე დაგვეხმარონ, ამ პროექტზე რაღაც ნაწილი გააკეთონ. ძირითადად ეს მოტივაცია ხდება. ერთ-ერთი მოტივაცია არის მაგალითად, როდესაც აუხსნი ეს პროექტი, ეს სამუშაო რა მიზანს ისახავს. თვითონ მიზანით შეიძლება უკვე იყოს მოტივაციის მოტივირებელი თვითონ თანამშრომლისთვის. ასევე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი, რომ რაღაცა ფულადი ჯილდოც შეიძლება მოყვეს, პრემიის მსგავსი, თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. აი ყოველთვის ვეძებ ხოლმე რაღაცა მინიშნებებს ადამიანს რა მოტივაცია გააჩნია, როდესაც სამსახურში მიდიან, იმიტომ რომ ეს შეგიძლია ეს მათი მოტივაცია გამოიყენო იმისთვის, რომ ერთად იმუშაოთ რაღაც პროექტზე, ერთად მიაღწიოთ რაღაც წარმატებას და კარგი შედეგი დადოთ. ხო, ჩვენ მოტივაციას ვადარებთ სხვის მოტივაციას და გონია რომ ისინიც იგივე მოტივაცია აქვთ, რაც ჩვენ. მაგალითად, მე შეიძლება მოტივაცია მქონდეს ფინანსური, სხვას მქონდეს მოტივაცია ოჯახის, იმიტომ რომ მათ პრიორიტეტი ოჯახი აქვს გაკეთებული. მე რაც არ უნდა უთხრა რომ პრემიას მიიღებ, მათთვის შეიძლება ეს მოტივირებული არ იყოს, იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ 6 საათზე მაგალითად სახლში იყვნენ ოჯახთან ერთად და აქ უკვე მოტივაციის აცდენა ხდება. ასე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიჭიროს სწორი მოტივაცია სწორ ადამიანთან. stick არ გამომიყენებია ასე ხშირად, თვითონ Google-იც უფრო პოზიტიური წახალისებით ცდილობს, რომ ანუ მოტივაცია წახალისებაზე ორიენტირებულია მეტად. მაგრამ როდესაც ვთქვათ დამჭირდება stick-ის გამოყენება, იქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს მოურგო რა type of stick უნდა იხმარო. ზომიერება ამაში. ზომიერება აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი მესიჯი მისცე ადამიანს, რომ მათ მოტივაცია საერთოდ დაკარგონ და საერთოდ აღარ უნდოდეთ არც მუშაობა, აღარც შენთან თანამშრომლობა, ან უწევდეთ თანამშრომლობა, მაგრამ არ იყოს სასიამოვნო ეს ერთად პროექტზე მუშაობა. თამო, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ თანამშრომლების მოტივაციაზე, მათ კეთილდღეობაზე, ანუ როგორ უნდა აგრძნობინო შენს თანამშრომლებს თავი სასიამოვნოდ და კომფორტულად, რომ შეასრულონ საქმე სიამოვნებით. და კონკრეტული შემთხვევაც ხო არ გახსენდება ისეთი, როდესაც თანამშრომლების მოტივაცია პირდაპირ დადებითად აისახა გუნდის პროექტის წარმატებით მიღწევაზე და საბოლოოდ გუნდის წარმატებაზე. სხვადასხვა ესეთი შემთხვევა მოხდა ძალიან ახლო წარსულში, როდესაც ძალიან წარმატებით განმახორციელდა და დავდეს შედეგი ერთ-ერთ პროექტზე და ძალიან ბევრი ინჟინერი მუშაობდა სხვადასხვა ჯგუფიდან, ანუ ერთი და იგივე მენეჯერი არ ყავდა, სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ორგანიზაცії, ანუ დეპარტამენტებიდან იყვნენ ყველანი და ძალიან გამიკვირდა, როგორ ერთად იმუშავეს და ერთად შეძლეს ამ შედეგის დადება. ინდივიდუალურად იყვნენ მოტივირებულები, ყოველ შეხვედრას, როდესაც ვიკრიბებოდით და ქონდა სიახლეების გაზიარების ანუ შეხვედრა, რა იყო სტატუსი, რა იყო პროგრესი, რა იყო დარჩენილი, რაც უნდა გაკეთებული იყო შემდგომში. ყოველთვის იყვნენ ძალიან მომზადებულები, რაც ძალიან მაკვირვებდა და
ამ შემთხვევაში მოტივაციის განსაზღვრა მოხდა ძალიან დასაწყისში. განსაზღვრეთ, რატო ვაკეთებდით ამ პროექტს, რატომ ვაკეთებდით ზოგადად ამ საქმეს, რა ბენეფიტები ექნებოდა, ანუ რა სარგებელი ექნებოდა კომპანიისთვის ამ პროექტის შედეგს რომ დავდებდით. ეს რომ უკვე ყველასთვის გასაგები იყო, როდესაც ეს მიზანი იყო ძალიან ნათლად განსაზღვრული, ყველა ან თითო ინჟინერი, თითო წევრი იყო მოტივირებული და არ გვჭირდებოდა ამ მოტივაციის გადახედვა. როდესაც თანამშრომელი გრძნობს გუნდის წევრად თავს და გრძნობს რომ მას ყოველთვის usmenen და მას ყოველთვის გაუგებენ, როდესაც რაღაცა სიტყვის, თუნდაც პრობლემის შემთხვევაში და დამხმარე იქნება მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი, ლიდერი, მენეჯერის გამოყენება ცოტა ნაკლებად მიყვარს ხოლმე ლიდერი, რომ თქვათ უფრო ხელმძღვანელი. ის თავს გრძნობს მინიმუმ დაცულად, აქვს ეს უსაფრთხოების განცდა, მხარდაჭერის განცდა მისი ხელმძღვანელისგან და შემდგომში უკვე იცის, რაც უნდა აკეთოს, რატომ უნდა აკეთოს, აქვს მხარდაჭერა თავისი ხელმძღვანელისგან და ძალიან ჩვეულებრივი მარტივი და სასიამოვნოა მერე უკვე იმის კეთება, რაც უწევს. ნამდვილად. ეხლა ერთიც მინდა დავამატო, ძალიან კარგად შეაჯერე, როდესაც ეს უკვე ნაცნობია მიზანი და როდესაც უკვე ეს ბენეფიტები, ანუ სარგებელი უკვე ცნობილია. ძალიან ხშირად ხდება, როდესაც რაც უფრო მაღალ ეტაპებზე გადადიხარ, ეს მიზანი არ არის ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი. რაც ალბათ ჩემი შემდეგი საფეხურია, როდესაც რა ხდება, როგორი მოტივაცია შემიძლია, როგორი მოტივაციის მოძებნა შემიძლია, როდესაც მიზანი და სარგებელი ცნობილი არ არის. ეს ერთგვარი გამოწვევა არის ალბათ შენთვის როგორც ლიდერისთვის. და აი ამ მიზნის გარეშე როგორ მოტივაციას აძლევ თვითონ ჯგუფს. როდესაც გავარკვევ პროცესში ხარ. კი, ნამდვილად პროცესშია. ალბათ ყოველ პრობლემას ალბათ თავისი unique გადაწყვეტილება ექნება და შემდეგი შემიძლია გაგიზიარო. ამჟამად ვარ ძიების პროცესში და შეგატყობინებთ როგორ წარიმართება ეს პროცესი და რა მეთოდებს აღმოვაჩენ, როდესაც როგორ მივაწოდოთ მოტივაცია ჯგუფს, როდესაც არ არის განსაზღვრული მიზანი და სარგებელი თავიდანვე და ეს არის ცოტა გაურკვეველი სიტუაცია. არა მარტო მართვის, და თვითონაც როგორც ლიდერისთვის, მენეჯერისთვის, ხელმძღვანელისთვის და როგორ შეიძლება ამ პროცესში ნავიგაცია და მორგება ამ სიტუაციაზე. ასე რომ ეს ძალიან ალბათ ეს არის რთული პროცესია, ზოგადად მართვა ძალიან რთული პროცესია. ერთი შეხედვით მარტივად რომ ჩანს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია მართვა და სრულად ეფუძნება ფსიქოლოგიას. შენს ძიების პროცესში ხარ და ძალიან გამიხარდება შემდგომში მაგ სტრატეგიას თუ გამიზიარებ, როგორ მიხვედი იმ სტრატეგიამდე, დაკვირვებით, თანამშრომლებზე დაკვირვებით, რა მიმოქმედა ყველაზე კარგად, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავ იმას, რომ რამდენად მიხარია, რომ როგორც ხელმძღვანელი და როგორც ლიდერი, რა პროცესებს გადიხარ საკუთარ თავში. მიუხედავად იმისა, რომ შენი ძალიან ბევრი საქმე გაქვს ტექნიკური ინჟინერის თვალსაზრისით, ყოველდღიურად რასაც აკეთებ. ამის მიუხედავად გუნდის მართვის თვალსაზრისით რა მაგარ რაღაცებს გადიხარ. როგორ იყენებ მართვის პრინციპებს ღირსეულად, შესაბამისად, როგორ აკვირდები შენი გუნდის, შენი თანამშრომლების ინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შენთვის თითოეული მათგანი, მათი ინტერესები, მათი შეცნობა და როდესაც ძალიან კარგად იცნობ შენს გუნდს
და მხარდაჭერი მათი, რა თქმა უნდა, შედარებით მარტივი არის უკვე მართვა და მიხარია რომ ახლაც ამ ძიების პროცესში ხარ მართვის მექანიზმებთან დაკავშირებით. შენ თუ გსიამოვნებს თამო ამ პროცესში ყოფნა? მართვის თვალსაზრისით ვკითხულობ. არც ვიცოდი, სანამ სამსახურს დავიწყებდი, რომ ეს მართვის რაღაც პრინციპები არსებობდა, კიდევ ეს ჩელენჯები როგორ შემოვიდოდა ურთიერთობებში სხვა ადამიანებთან. ცოტა ეს იყო, ასე ვთქვათ, შოკივით იყო, ამდენ თანამშრომელთან, ამდენ სხვადასხვა ბექგრაუნდის ხალხთან მიწევდა მუშაობა, როგორ დამემყარებინა მართან ანუ სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია და საკმაოდ საინტერესო რეალიზაციის პროცესი იყო, რომელიც კიდევ მიდის, კიდევ გრძელდება, რაც უფრო როგორც სტუდენტი ძალიან პატარა ჯგუფი ვიყავით, ეხლა სამსახურში, რავი, 100 კაცს შეიძლება 100 კაცთან ერთად ეხლა მაგალითად Google-ში 100 ადამიანთან მაინც მუშაობ, სხვადასხვა პროექტებზე, ყველასთან სხვადასხვანაირი ურთიერთობა, სხვადასხვა კომუნიკაცია მაქვს და ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი გადასვლა ამ პატარა ჯგუფიდან ამხელა დიდ ჯგუფზე. კი იყო რაღაც ანუ ჩემი საკუთარი სწავლის პროცესი რო გამეგო ეს როგორ ხდება, როგორ შემიძლია უფრო დავარეგულირო ეს ურთიერთობები უკეთესად. კიდევ ერთი რამ ახსენე, როდესაც თანამშრომელს გრძნობს რომ მას უსმენენ და როდესაც მათ შეუძლიათ რომ გამოხატონ თავისი აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, როდესაც განიხილავ როგორც ჯგუფს ერთად და არა ინდივიდუალ ადამიანს, როდესაც ჯგუფის წევრს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი საღად, ცხადად და ყოველგვარი შიშის გარეშე რომ ვიმე იქნება და რაღაც შემეშალა, არასწორი ვთქვი. ან იქნებ მითხრან რომ ეს რატო გააკეთე? არა, რატომ გააკეთე? მიზეზი შეიძლება გაიგო, მაგრამ არა რატომ გააკეთე? მიზეზის გაგება რო გაინტერესებს, არამედ რატომ ხო კი განსხვავება მაგაშიც და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა ჯგუფის წევრს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ხელმძღვანელმა, როგორც ლიდერმა შექმნა ესეთი safe space-ი, უსაფრთხო გარემო, სადაც ყველა წევრს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. კიდევ ერთი ახალმა, როდესაც თუნდაც ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს შეიძლება ერთ-ერთმა კოლეგამ გამოხატა რაღაც შემოთავაზება. როგორც წესი, რაც არ უნდა იყოს, ანუ უკვე თუნდაც იცოდე რომ პასუხი არის არა. არ იწყებ პასუხს არადი, ან ეხმარები თვითონ იმ ადამიანს რაღაც კითხვებს უსვავ, რატომ, როგორ, აბა ისე ასე რომ იყოს, აი ესე რომ მოვიქცეთ, ხო, მაგრამ ეგრე თუ გაკეთდა ეს იქნება ალბათ შეიძლება ეს მოყვეს როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირი, ხო, და ეხმარები თვითონ შენს თანამშრომელს, რომ აი ამ discussion-ის პროცესში შემოვიდე შენთან, ანუ შენ შეგიძლია ეს განხილვა რაღაცა გზით წაიყვანო, სადაც შეგიძლიათ რომ ისიც მიიყვანო იმ დასკვნამდე, რაც შენ ვთქვათ მიხვედი წინაზე და გამოცდილებით და უბრალოდ შეაჯერო ეს შენი გამოცდილებით დადგენილი შედეგი, როდესაც სხვა თანამშრომელი რაღაცას იმას გთავაზობს და რაღაც შემოთავაზება და აი ეს არა ეს უბრალოდ არა ეს ესე უნდა იყოს. განა უბრალოდ აძრევრო, no, ესე უნდა გაკეთეს. პირიქით იმას leading to the conclusion. ანუ
უხსნი, უძღვები, ახსნი კარგად სიტუაციას, რას რა მოყვება პროცედურულად და დასკვნის საშუალებას აძლევ თავად. კი. და თვითონაც მივიყვება და ამ ყველაფერს აკეთებ კითხვებით და აქცენტებით და არა პირდაპირ არა. ნამდვილად განსხვავება იმ ცოდნაზე, რაც გამოცდილებით მიიღე და რაც სხვისგან გადმოგეცა. მაგრამ ერთს ვიტყოდი, რომ ალბათ გამოცდილებით ნასწავლზე შენ დროს, ენერგიას ხარჯავ და შედეგი არის ის ცოდნა. როდესაც სხვისგან სწავლობ და სხვისგან იღებ ინფორმაციას, ეს არის უფრო ეფექტური მეთოდი მიიღო იგივე ცოდნა. რაც უშუალოდ ხდება ხოლმე, ის არის რომ თუ საკუთარი გამოცდილებით არ ვისწავლეთ, ხანდახან ვერ ვიგებთ ხოლმე ამ ცოდნას, ვერ ვიმახსოვრთ ამ ცოდნას. ასე რომ რჩევა იქნება და ჩემ თავსაც ვურჩევ ხოლმე, რომ და ამ მომენტებში ვიჯერო, თუ რაღაც ინფორმაცია მოდის ჩემამდე, შეიძლება ჩემი გამოცდილებით ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ეს ცოდნა დავიჭირო და გამოვიყენო როგორც შემდგომში. იმიტომ რომ ეს უფრო ეფექტური, თუნდაც წაკითხვით, თუნდაც რაღაცის მოსმენით, სხვისი გამოცდილებით, უბრალოდ სხვის გამოცდილებას რომ მოისმენ, ეს უფრო სწრაფი გამოსავალია და სწრაფი შედეგი. უბრალოდ ხელმძღვანელი თუ არის გამოცდილი, უკვე შესწავლილი აქვს ეს მართვის ფორმები, იყენებს სწორად, ეს ეხმარება, რომ ეს ჯგუფის შედეგები უფრო წინ წავიდეს, უფრო წარმატებული იყოს. მაგრამ არ ვიტყვი, რომ თვითონ თუ ხელმძღვანელი არ არის თლად მენტალურად ჯანმრთელი, კი შეიძლება რაღაც დაბრკოლება შეუქმნას წევრებს, მაგრამ ის თვითონ წევრების, ჯგუფის წევრების მონდომებაზეც არის ძალიან დამოკიდებული. თვითონ წევრების ჯგუფის იმედი უფრო მაქვს ხოლმე, ისინი რომ მოტივირებულები არიან, უფრო შედეგს დებენ. და ასე რომ ვიტყოდი, რომ მენეჯერი უბრალოდ გეხმარება უკეთესად აკეთო, ჩემი გამოცდილებით ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ გაიცნონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რისი მიღწევა უნდათ, რა მიზნები ამოძრავებთ, გაიგონ რა არის მათი мотиваცია და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდნენ თავისი მიზნის გზისკენ და რაც მთავარია, არ დაკარგონ საკუთარი თავი ამ პროცესში და ამ ძიებაში. აკეთონ ის, რაც უყვართ, რაც მოსწონთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის 100%-ით ყველაფერი გიყვარს და გიხარია, მაგრამ რასაც აკეთებ, გაძლევდეს ძალიან პოზიტიურ მუხტს და feeling accomplished. გავსებდეს. თამო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი საუბარი შენთან. და პროცესში ვახსენეთ უკვე, რომ შემდეგი საუბრის თემა გვაქვს, რადგანაც რაღაც ძიების პროცესში ხარ და მე გინდა რომ გამიზიარო. გამიზიარო. გამოცდილება.